მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ეს არის არხი ჯაიტეკი და დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ესე იგი არხის პირველ ვიდეოს. მოკლედ მე და ვორტექსმა გადავწყვიტ რომ პირველი ვიდეო ყოფილიყო კომპიუტერის ბილდზე და ასეც მოვიქცეთ. ავაწყვეთ ესე იგი მეგობრებო კომპიუტერი, რომელიც დაგვიჭდა 1700 ლარი და საკმაოდ კაი კომპიუტერია. სუსტია, ანუ ამ ფასად ნამდვილად სუსტია, მაგრამ არ იფიქროთ რომ ძალიან გააჭარბებული ფასებია. მინდა გითხრათ რომ ძალიან აწეულია ფასები კომპიუტერის ნაწილებზე, ისევე როგორც ყველა სხვა რაღაცაზე. ქვეყანა და მაგიდო. იმიტომ რომ როგორც იცით ლარის კურსია ძალიან მაღალი და მოკლედ მეგობრებო, რაც გამოგვივიდა ყველაზე დაბალი ფასი და ყველაზე კარგი კომპიუტერი 1700 ლარად, გამოგვივიდა შემდეგი კომპიუტერი. მოკლედ პროცესორი ავარჩიეთ i5-4460, რომელიც არის 1150 სოკეტზე, 3.2 GHz აქვს base clock-ი, 3.4 GHz აქვს turbo clock-ი, 4 ბირთვიანი პროცესორია, 4 ნაკადით და საკმაოდ კაი პროცესორია. 430 ლარი დაჯდა ეს პროცესორი ნახმარი. დედაბარათი ავარჩიეთ მეგობრებო Asus B85MK. ესე იგი დედაბარათიც არის მეგობრებო 1150 სოკეტზე, 130 ლარი დაჯდა დედაბარათი, საკმაოდ კარგი დედაბარათია. 2 ოპერატიული სლოტი აქვს, მაქსიმუმ 32 გიგაბაიტი ოპერატულამდე შეგიძლიათ გაზარდოთ, 2.16-იანი, სხვა რა. ოპერატიული ავიღეთ მეგობრებო Patriotis Viper Extreme, 2.4 გიგაბაიტიანი, ორივე სლოტი დაკავდება დედაბარათისა და თითო არის 1600 MHz-იანი, ორივე ერთად 1600 MHz-იანი და ჯამში გამოგვიდა 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ეს ოპერატიული მეხსიერება დაჯდა 120 ლარი. კვების ბლოკი ავარჩიეთ LEPA 600-იანი, 150 ლარი დაჯდა ესე იგი კვების ბლოკი. кейსი ავარჩიეთ მეგობრებო GeForce Smart i, რომელიც 50 ლარი ღირს Ultras მაღაზიაში ახალი. კულერი ავარჩიეთ მეგობრებო Deepcool Ice Edge, რომელიც არის universal socket-ზე, ანუ ყველა socket-ზე მიდის 25 ლარად. ვიდეობარათი ავარჩიეთ მეგობრებო Gigabyte GTX 1050 Ti, 4 გიგაბაიტიანი, 550 ლარი დაჯდა ეს ვიდეობარათი, ესეც ნახმარი. ავარჩიეთ ასევე ოპტიკური დისკი, რომ თქვენ გქონეთ დისკის წამკითხველი და თუ დისკის ჩადება მოგინათ კომპიუტერში, რომ წაიკითხოს. დისკის წამკითხველი დაჯდა 25 ლარი. ასევე 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი, რომელიც დაჯდა 100 ლარი და 60 გიგაბაიტიანი SSD, რომელიც დაჯდა 160 ლარი. ჯამში გამოვიდა მეგობრებო 1705 ლარი. თუ იმას გავითვალისწინებთ მეგობრებო, რომ ლარის ძალიან მაღალია, საკმაოდ კარგი ფასი გამოვიდა ეს კომპიუტერი. ეს კომპიუტერი არის ისევე როგორც სათამაშოდ, ასევე სარენდეროდ და მოკლედ ყველაფერში გამოგადგება. თითქმის ყველა თამაში თამაშებთ ძალიან მაღალ გრაფიკაზე 60 FPS-ით. ეს მხოლოდ кейსია მეგობრებო, მონიტორი თუ გაქვთ, ეს ძალიან კარგია, თუ არა და ყიდვა მოგიწევთ, ისევე როგორც დანარჩენი აქსესუარების. მხოლოდ кейსი დაჯდა 1705 ლარი, როგორც მოგახსენეთ. იმედი მაქვს მეგობრებო დღევანდელი ვიდეოს მოგეწონებათ. გთხოვთ დალაიქეთ და გამოვიწერეთ არხი. ჩვენ კი დაგანშტობებით.